რუსეთის მოქალაქე ოლეგ ნიკოლაენკო, რომელიც დღეს ამერიკაში ვისკონსინის სასამართლოს წინაშე წარსდგა, თავს დამნაშავედ არ ცნობს. 23 წლის ახალგაზრდას ეგრეთ წოდებულ სპამთან ბრძოლის კანონის დარღვევა ედება ბრალად. კანონის თანახმად ინტერნეტ მომხმარებლებისთვის კომერციული, პოლიტიკური და სხვა სახის რეკლამის გაგზავნა მათი სურვილის გარეშე იკრძალება. რუსეთის მოქალაქე ოლეგ ნიკოლაენკო, რომელიც დღეს შეერთებული შტატების ვისკონსინის სასამართლოს წინაშე წარსდგა, თავს დამნაშავედ არ აღიარებს. 23 წლის ახალგაზრდას ეგრეთ წოდებულ სპამთან ბრძოლის კანონის დარღვევა ედება ბრალად. კანონის თანახმად ინტერნეტ მომხმარებლისთვის კომერციული, პოლიტიკური და სხვა სახის რეკლამის გაგზავნა მათი სურვილის გარეშე იკრძალება. ჩემი კლიენტის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. მას სპამის მეფეს უწოდებენ, თუმცა ამჟამად ის მხოლოდ საკუთარი საკნის მეფეა, სადაც ოჯახისგან, მშობლებისგან და მეუღლისგან შორს იმყოფება. შეერთებული შტატების გამოძიებათა ფედერალური ბიუროს მონაცემებით, ოლეგ ნიკოლაენკომ ქსელი მეგადი შექმნა, რომელიც ინტერნეტში მსოფლიო სპამის 1/3-ს ავრცელებს. ქსელმა 500,000-ზე მეტი კომპიუტერი დაავირუსა, რის შემდეგაც ისინი ავტომატურად დღეში 10 მილიარდამდე დავირუსებულ წერილებს ავრცელებდნენ. სასამართლომ ბრალდებულს გირაუს გადახდის უფლება არ მისცა და არჩინა პატიმრობა დაუნიშნა. ხელისუფლება შიშობს, რომ ნიკოლაენკო სამშობლოში დაბრუნება შეეცდება. თუმცა ნიკოლაენკოს ადვოკატის კრისტოფერ ვაგნერის განცხადებით, ბრალდებული ქვეყნის დატოვებას არ აპირებს. უფრო მეტიც, მის მეუღლეს მცირეწლოვან შვილთან ერთად ამერიკაში ქმართან ჩასვლა სურს. მას სპამის პროგრამა შექმნა. ჩვენი მონაცემებით ეს პროგრამა მფლობელების თანხმობის გარეშე სოფლიოში 9 მილიონამდე კომპიუტერში ჩაიდვირთა, რაც უკანონო ქმედებაა. რუსი ჰაკერის ადვოკატი აცხადებს, რომ მის კლიენტს კრიმინალური წარსული არ ჰქონია და რუსეთის კანონები არ დაურღვევია. ოლეგ ნიკოლაენკო ნოემბრის დასაწყისში დააკავეს, როდესაც ის ლას-ვეგასში საავტომობილო შოუს ესწრებოდა. სასამართლოს მორიგის სხდომა 21 დეკემბერს გაიმართება. ოლეგ ნიკოლაენკოს 3 წლიანი პატიმრობა და $250,000 ოდენობის ჯარიმის გადახდა ემუქრება.